მოგესალმებით ძვირფასო ფეის მაყურებლებო, თქვენ უყურებთ მედია რენტგენს, გადაცემას, რომლის ამოცანაა მედია სიაბანდობების აღმოჩენა და ამ სიაბანდობების თქვენთვის წარმოჩინება. ბევრი სიაბანდობა გაიჩნდა ამ ახალ წელს ჩვენს ცისფერ ეკრანებზე. ერთ-ერთი სიაბანდობების ხილვის შემდეგ კი ცოტა გულზეც მოგვეშვა, რადგან ჩვენი თვალით ვნახეთ, რომ რუსთავი ორელები არც თუ ისე სერიოზულად განიცდიან საკუთარი ტელევიზიის ბედს. ახლა მე მოგიყვებით თუ რა ხდება და თქვენ თავად განსაჯეთ. რუსთავი ორმა აჩვენა საკუთარი თანამშრომლების მონოლოგი, საიდანაც ჩანდა თუ როგორ განიცდიან საკუთარი ტელევიზიის მდგომარეობას ისინი. აი ეს თანამშრომლები პათეტიკური ტექსტებით, არანაკლებ პათეტიურ მუსიკაზე და სავსებით დამაჯერებლად გვიყვებოდნენ თუ რა არის მათთვის მშობლიური ტელევიზია. როგორი ბრძოლით მოვიდნენ აქამდე, როგორ არ შეუძლიათ თავისუფალი სიტყვის გარეშე სიცოცხლე და არსებობა და როგორ მედგრად აპირებენ ბრძოლას თავისუფალი სიტყვისთვის. აი თვითონ ნახეთ. ეს იყო გაურკვევლობის რამდენიმე საათი, ველოდებოდით რა ხდებოდა, მე გაიყვა რომ დააყადაღეს რუსთავი ორის ქონება. ეს იყო ძალიან რთული წუთები, როდესაც ყველა ერთმანეთს ვეკითხებოდით რა იქნება შემდეგ. სხვა რამეზე ვეღარ ახერხებ კონცენტრირებას, სულ ვფიქრობდი რუსთავი ორზე რა იქნება, ვინ იქნება, როგორ იქნება. ბუნებრივია ვფიქრობ შენს კოლეგებზე. ეს იყო ერთიანი სუთქვა, ერთიანი გუნდი, ერთიანი მუხტი. ეს იყო ერთადერთი ოპოზიციური ტელევიზია. სულ მახსენდება შექსპირისეული დილემა. ეს წელიწად ნახევარი ჩვენ გავატარეთ აი ამ ყოფნა არ ყოფნის მელოდიაში. როგორი იქნება არ ვიცი, მაგრამ ვიცი როგორი მინდა იყოს ეს გადაწყვეტილება, მინდა იყოს სამართლიანი გადაწყვეტილება ლოგიკურ ჯაჭვზე აგებული, რაღაც არ იყოს კიდე მორიგი დაკვეთის შესრულება. ავწლებოთ ხოლმე ის, რომ ეს ჩვენ ნერვებზე გადის რა და აქ არ არის საუბარი კედლებზე, რაღაც აი ამ განათებებზე, რომელიც ამ დარბაზში საუბარი არის ჩვენზე, ჩემს კოლეგებზე, იმ ადამიანებზე, ვისაც ტელემაყურებელი უყურებს. შენს ცხოვრებას, შენს მომავალს, როგორ იქნება შენი ქვეყანა, რუსთავი ორის საქმე ყოველთვის უკავშირდება. თუ გვინდა რომ საქართველო იყოს დემოკრატიული, განვითარებადი ქვეყანა, მედია პლურალიზმი, აზრის გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი პრიორიტეტი ამისათვის. რუსთავი ორი არის შანსი იმის, რომ ადამიანები ყოველთვის იყვნენ ფაქტების საქმის გულში. ყველამ ძალიან კარგად ვიცოდით ამ ბრძოლის დაწყების პირველი დღიდან და ვიცი დღესაც ეს არის ის, რომ რუსთავი ორი არ არის არავის სხვისი და რუსთავი ორი არის ჩვენი. აი ეს არის რუსთავი ორი ჩემია, თქვენია, ყველა იმ ადამიანის, ვინც აქ მუშაობს და ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩვენ გვიყურებს. აი უყურებ ამ კადრებს და გინდება რომ რაიმე სასოფლო სამეურნეო იარაღს წამოავლო ხელი და დემოკრატიის ბოლო ფორპოსტის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დასაცავად წახვიდე. მეც ასე ვაპირებდი, აი ამას რო უყურე. ქათმის ბარკალი მაშინ პირიდან გამოვიღე, იქვე ცელს ხელი წამოვავლე და მინდოდა რომ წასულიყავით, მაგრამ შემდგომ გადავიფიქრე. რადგან უცაბედად იგივე გადაცემაში ამ ამაღელვებელი სიუჟეტების კეთებისას მომხდარი კურიოზები გავიდა. სტრესაც მიჩვეული ვართ, ფორს-მაჟორსაც მიჩვეული ვართ, პროცესების და მოვლენების რადიკალურ ცვლილებასაც მიჩვეული ვართ, თუმცა სრულიად სხვა მდგომარეობა და განცდა, როცა უშუალოდ შენ გეხება ეს ყველაფერი. არ ჩვენ ვარ, ანუ ტილავზე ვარ. ეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ექსპერტები ვიდნენ, რომ ეს იყო ერთადერთი ოპოზიციური ტელევიზია. მისი არსებობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის. რა ოქრო ვიყავი ღმერთო. რაც არ უნდა ხდებოდეს, როგორი მოვლენების როგორი განვითარებაც არ უნდა იყოს, ყველა დაწყებული ჟურნალისტიდან, ოპერატორიდან, მემონტაჟე, ყველა მუშაობს უმაღლეს დონეზე. ტრალი ვალი. ყოველთვის იყვნენ ფაქტების საქმის გულში. მამაკ შესაჭრელი და საშინელად გამოვიყურე. და წამყვანი ტელევიზიის საქმიანობაში ასე უხეშად ჩაერიოს. ეს იყო ძალიან რთული წუთები, როდესაც ყველა ერთმანეთს ვეკითხებოდით რა იქნება შემდეგ. უკაცრავად ყველამ ძალიან კარგად ვიცოდით ამ ბრძოლის დაწყების პირველი დღიდან და ვიცი დღესაც ეს არის ის, რომ რუსთავი ორი არ არის არავის სხვისი და რუსთავი ორი არის ჩვენი. აი ეს არის რუსთავი ორი ჩემია, თქვენია, ყველა იმ ადამიანის, ვინც აქ მუშაობს და ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩვენ გვიყურებს. ჩა.
ძვირფასო რუსთავიორელებო, ძალიან კარგად ვიცით, რომ 1000 გზის პროფესიონალები ხართ, მაგრამ თქვენ კაი დედმამიშვილებო, თუ გინდათ რომ თქვენი გულწრფელობის გჯეროდეს, როცა ტელი არმაგედონის წინააღმდეგ გრაზმავთ, ტელი არმაგედონისა, რომელსაც აპირებს FSB რუსთავიორის წინააღმდეგ და გინდათ რომ ამ წინააღმდეგობაში ჩვენც აქტიურად ჩავერთოთ, მაშინ ამ კურიოზების ჩვენება რა საჭიროა? აი, ნუ გვაფიქრებინებთ, რომ მთელი ეს პათეტიკა თქვენი მაღალი სამსახიობო ოსტატობის შედეგია და ამ მგზნებარე მიმართვის ჩაწერისას თანგაწირის სურვილით კი არ იყავით გამსჭვალულები, არამედ უბრალოდ საახალწლოდ იყავით აცუნდრუკებულები. ამიტომ ჟანრის კანონი მოითხოვს, რომ როცა ჩაწერთ ასეთ მიმართვებს, იქვე არ დაიწყოთ ჭღანავი. ან თუ დაიწყებთ, ეთერში მაინც არ გაუშვათ ეს ყველაფერი. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.